კიდევ ერთხელ გამარჯობა თეოსფერადი კოტეჯებიდან, ისევ შემოვიარეთ ამ ჩვენ საყვარელ ადგილას. ხოლო ახლა ვიყავით აქ, თუმცა გვერდს ვერ ავუვლიდით, ან სიახლე დაგვხდა. იხვი. აქ არის 4 კოტეჯი, როგორც ვიცით, ლურჯი. იასამნისფერი, ყვითელი და მწვანე. პირველ რიგში დაგათვალიერებინებთ ყვითელ კოტეჯს, სადაც ჩვენ ვჩვევით. აქ ყველაფერი არის ყვითელ ფერში გადაწყვეტილი და პოზიტიურ ენერგიით გავსებს. მეორე სართულზეა საძინებელი. მოვიდით მწვანე კოტეჯში, რომელიც ყველაზე მეტად მაგონებს ამერიკულ ფილმებში, რო გარეუბნებში სახლებია. აქაც მეორე სართულზე გვაქვს საძინებელი და ყველაფერი აქაც რა თქმა უნდა მწვანე ფერშია გადაწყვეტილი. იასამნისფერი კოტეჯი, რომელიც განსხვავდება სხვა კოტეჯებისგან იმით, რომ არის მეორე სართულზე. ეს არის ჩემი ფავორიტი, რადგან იასამნისფერი ფერი ძალიან მიყვარს და მეორე სართულზე არის ასეთი ორიგინალური ხიდი და საძინებელიც აქაც მეორე სართულზეა. ყველაზე დიდი კოტეჯია ლურჯი, თუ მეგობრებთან ერთად დასვენებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ლურჯ კოტეჯში დაისვენოთ. არის 2 საძინებელი და მოთავსდება 6 ადამიანი. ეს საძინებელია პირველ სართულზე და მეორე საძინებელი არის მეორე სართულზე. როგორც კოტეჯებში, ისე ეზოში ყოველი დეტალი სავსეა სილამაზით და სითბოთი. ეზოში დაგვხვდებათ ფანჩატური პატარა სამზარეულოთი, გარი აუზი და მშვიდი გარემო სასიამოვნო დასვენებისთვის. ეს ყველაფერი კი ერთი ქალის, თევზ შრომისა და სიყვარულის შედეგია. თქვენ კი ბოლოს გთხოვთ, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს შეფასება და გაზიარება.